მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 17 ივლისს ქალაქ თბილისის მერიამ მიმართა შპს გუდაურის სკი რესორტს და საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მოითხოვა $193,500 ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნული შესახებ ცნობილი გახდა გიორგი ღონიაშვილისათვის, რომელმაც შპს გუდაურის სკი რესორტის ფაქტიურ მფლობელს გიორგი კაპანაძეს შესთავაზა 50,000 ლარის სანაცვლოდ თბილისის მერიის მაღალ ჩინოსნებთან საკუთარი კონტაქტების გამოყენებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება. დავით ჭედია მოქმედებდა გიორგი ღონიაშვილის ინტერესების სასარგებლოდ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სამსახურებრივი უფლებამოსილება მან ბოროტად გამოიყენა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია. 2014 წლის 25 აპრილს ქალაქ თბილისის მთავრობამ დავით ჭედიას დავალებით მომზადებული საკითხის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება შპს გუდაურის სკი რეზორტისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებებისგან განთავისუფლების შესახებ, რითაც არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.